გამარჯობათ. დღემშვიდობის როგორ ხართ? ცა? ბუჩკებიო დავმალოთ. ჯერ პირველ რიგში დღევანდელი დღე მინდა მოგილოცოთ ბედობა. აი მე ვიზუალზე არის ფერი ისაქნად ჰაგეშუქი მოდის. წალი არ არის. შუქიც ხანდახან არ არის. ხო და ანუ ვიზუალზე გეუბნებოდ რა. მეც ხან იქით გადავწვევი, ხან აქეთ. ამოვიტან ჩევჭამ, ჩავზიდავ ვერავრეც. ხო და აი ესეთი ამბებია. კიდე კაი წუხელი. დავრეცხე ჭურჭელის ყველაფერი, თორე დღეს მექნებოდა საგიჟე, იმიტომ რომ ფიზიკურად წყალი არ არის და ვერ დავრეცხო. კიდე ჩაქრა? რავი, ჩაქრა მოვიდა. ხო და ეგეთი ამბები. ამიტომ დილას ოჯახის წევრებმა პირი დავიბანეთ თოვლით. იმიტომ რომ წყალი არ არის კიდე. რავი, არ ნახია. მეორე ის რომ წუხელა თვალი მტკიოდა. რატომ მტკიოდა ვერა ხვდებოდი, ანუ აი ეს ადგილი ახლა შეიძლება თქვენ შეამჩნიოთ რომ დასიებული მაქვს. კი, დასიებული კი თვალი მაქვს, აი დაპატარავებული. აი ეს ადგილი მტკიოდა და მეთქი რა არის და შიგნიდან აი ეს ქუთუთო დაბლიდან, ქუთუთოზე მაქვს ჩირკი. მომეცლება კიდე და მტკივა. ცხოვრებაში თვალში არაფერი არ გამომსვლია. ერთხელ მქონდა აი ამ ადგილას წარბზე ძირმაგარა და გაჭრა დამჭირდა. მაგრამ აი თვალთან ჯიბლიბოს და რაღაცებს რო ეძახი, არაფერი არ მქონია, მაგრამ ეს რა არის არ ვიცი. ბედობას დამებედა. აი მე ჯერ რა დამებედა დილით რო გამოველით, ლაშემოვნო და არ ადგე ისეთ საშინელება ხდება გარეთ. სადღაცას აქ ჩავსვა ვიდეოს, გუში როგორ წყნარად თოვდა. მიუხედავად იმისა, რომ თოვლი არ მიყვარს, ლამაზად თავისთვის თოვდა. ერთ საღამოს კაი ერთი 10-15 სანტიმეტრი თოვლი იდოწუხი. სადღაც 2 საათზე დავიძინე, ივანეს ველოდებოდი და არ დავწექი, მეთქი მოვიდეს და მე დავწვევ. მაგრამ საიდან ამოვარდა ქარი ხალხო? ეს თოვლი რაც კრიშებზე იყო, აი მეზობლის კრიშაზე და რაღაცა, პროშატკაზე იყო შემოტანილი, ყველაფერი იყო თოვლიანი პროშატკის ქვეშ. საშინელება ხდებოდა დილას, საშინელება. კიდე კაი რომ ზე გამოვიდა და დნობა დაიწყო და ნუ გადავხვეტეთ, გადავასუფთავეთ. კიბეებიან, პროშატკიან, ყველაფერიან. კატის ყუთი რომ იდგა, ხო იცით? გარეთ. იმ ყუთშიც კი თოვლი იყო, შიგ ჩასული გადაფარებულ ყუთში. კიდე კაი პადვალი ცოტათი ღია დავტოვე. ერთი ესე რომ თავი შეყვან კატებმა და აი ამ იატაკში ძვრებიან ქვემოდან და აქ სადაც გამათბობელია, იქ წვებიან დაბლიდან. რო თბილა, ანუ არ ვკეტავ ხოლმე. ბაცაცოც მშვენივრად თბილად იყო. ეს ქალბატონი კი მირა კარგი გოგოა, ღეთბაჭებო. ეს რა კარგი გოგოა. დღეს თბილისში უნდა წავსულიყავით. ლიანას დაბადების დღე არის, რაშას დეიდის, მაგრამ მანქანა ძლივს გაფხიკა და გარეთ მთელი სოფელი როგორც სარკე ესია მოლიპული ეხლაც კი. ამიტომ სახში დაარჩენა ვამჯობინეთ, ჯერ რომელი საათი ახლა გალხვა და სანამ წამოვიდოდით კიდე არც არის ეგ გამხვალ. ისევ ყინვას დაიწყებდა და ანუ აზრი არ ჰქონდა რა ფონიჭალაში ჩასვლას. ეგ კი არა დილას ხალხი პურზე იყო გასული, პური ვერ იყიდეს, იმიტომ რომ მანქანები მაღაზიებამდე ვერ მიდიოდნენ რა, ჩაებარებინათ. აი მე როგორ კაკი ბავშვი ვითაზი ხარ, დედას ლამაზი გოგო, ვინ არის მწვანე თვალება? გუშინ არ ვიყავი, იმიტომ რომ გუშინ მყავდნენ სტუმრები. გუშინ წინ მარტოები ვიყავით, ოჯახის წევრები შევხვდით ახალ წელს, იყავი კი ხვეწები არ გამექცე რა.
გუშინ მოვიდნენ ლოელები, ვიქეიფეთ, მერე სანამ მივალაგე და კიდე კაი დავრეცხე და ასე ეხა ვართ უწყლოდ. როგორც 31-ში ვიყავი უწყლოდ. ხო და ეხა რასაც სვრით ჭურჭელს ვაგროვებ რაკოინაში. იმედი მაქვს საღამოთი მაინც მოვა წყალი. თუ არა და ხვალ მოვა, არა უშავია. დასაუთვებელი მაქვს. და ჯერ ხომ მაგრამ ეზარება, მაგრამ მერე ვაბრალებ ამას შუქით. მიდის, მოდის. ამიტომ იყოს. თან ის სერიალი არ დადებულა, მე რას ვუყურებ და მეზარება. უთოს ჩართო. ხო ჩემი გოგო. ვაიმე როგორი კაცი გოგოა თილთილი. შორი მეტა იცოდი როგორი ლამაზ თვალებაა ნახე. უბრალოდ წვალება არ უყო შეიძლება გადაეკეტოს. ხომ გავზარდე, მაგრამ გადაეკეტება ხოლმე. ნახე? ძალიან ლამაზი გოგო ვინ არის? ულამაზესი გოგო ვინ არის? შენახო, ჩემო ლამაზო, შენახო. მიმი, დადი ხო კარგი. უბრალოდ მიყვარს რომ ვაწვალებ. კაი ძადი. ხო, რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, უკვე მე-4 თუ რაღაცა ეგეთი წელია, მე-4 ალბათ. არა ბარბარ, რაც არ ვისურვით. იმებს, სასროლებს, რა ქვია, ფეიერვერკებს არ ვისურვით, ჯერ იმიტომ რომ ზოგადად ერთთან ვიყავ და უბრალოდ შორი და რო უყურებ, ხო ლამაზია. ხო და მე ცაში გაფრენილი რამდენი ფულია. ერთი და მეორეც ის რომ საშინლად ეშინიათ ცხოველებს და ეგ ყველაზე დიდი ის არის რა რომ არ გაისროლ. ამიტომ 31-ში 12 საათზე აი პირველი რო დაიწყო, სროლები რო დაიწყო, მე ვიყავი გარეთ რო გაველი, აი ვერ აგიხწებ. პატარა კატები შესული დამალულები იყვნენ, ვერ ვნახე. ბაცაცოს საერთოდ არ აინტერესებდა რა ის საერთოდ არ შეშინები, არ ვიცი, ისეთი სასაცილო იყო. მაგრამ ნაცრისფერ კატას ქონა ამ ხელა თვალები ისე ეშინოდა რომ აი ასე მეჭირა ჩახუტებული და თავსა ესე ყოფდა. სანამ სროლები არ გაჩერდა კატასთან ვიყავი. მე აქ შემოვყარე დაბლა. პადუალში და აქ იყვნენ. ასე რომ გუშინ და დღეს ცოტა ისეთი ის იყო ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ ეზარებოდა, მაგრამ ეძინებოდა. ეხლა დაბლა უნდა ჩავიდე და ოფიციალურად ამების ჩაზიდვა ესე ალაგ-ალაგ მიწევს ვინც ჩავდივართ. ეხლა ერთ-ორ დას წავიღებ მე. ნახეთ რა მაგარი მზეა და ეხლა ნახეთ აქ თოვლი. წყლის ხმაც ისმის. ნაგავიც ზათარი. აი ეს ყველაფერი იყო თოვლიანი. ჩემი დათუნია თავისის, აი სუსუ თოვლი იყო, ყველგან თოვლი იყო აბსოლუტურად. მანქანა ძლივს გალხვა. ბაცაცოს რა უხარია არ ვიცი. ბაცაცო, წამოდი გაჭამო, ბაცაცო. წამო. აი მეს ნახენი და ხელები გაეყინა. კიბეები გადახვეტეს და მაინც ის იყო რა ქვია. გაყინული და მარილი მოვაყარე ახლა. შუქი გვაქვს ჯერჯერობით. ქარი აღარ არის და იმედი აღარც ჩაგრებ. ეხლა ბაცაცოს ვაჭამოთ. აი მე ფიჭო წყალში ჩავარდი. აბა გაიწეთ. ბაცაცო მოდი. მოდი. აი აქ დაგიყავს მოდი. მოდი დედას ლამაზო ეს ტახტზე უნდა დაუყარო რა მოდი. შენ წახდი ჩემო პატარა.
შემოფუმფულა, მიდი მაგ ტახტს გავწმენდა, მე ცოტა ეს ადამიანური ამინდი გამოვიდეს. აი ესე ვტოვებ, აი რომ კატები შევიდნენ. ცოდოები არიან. აი ეს როდის გალხობა აქ საშინელება. რაი? მას ყველაფერს რო ეხა უკვე იწყებს ყინვას და აზრია ხაქედან გადმოშვებას, მაგრამ ძალიან გუბედგა. ეხა გარო გაიყინოს ცოტა კაი იქნება. ყუპი აღარ იქნება. აჭამე მაგასაც, ცოდუა. მიდი, ჭამე. აი ბაცაცო. ეხა უყურე, ხო ტახტზე დაულაგე და ეცდება რომ ავიდეს, მაგრამ ვერ ადის. ადიელა გავრეცხე და ვეღარ ეჭი. ბაცაცოს ვცემე ხა. ბაცაცო. კატმებსაც დაუყაროთ ხა და მე ცოტა ხანში შევყაროთ, ცოტები არის. პატარა ბავშვებს შიათ. წყალი ხوار გაგიყინათ. არაფერი. გამოვიღოთ. აჰათ ბავშვები. აი ხა შე რატო დადიხარ ისა? ბაცაცოს ვცემ. წამოდი. დააცადე მაგათ ჭამო. ой, ჩემი ფუფულა. მაპატიეთ ესეთ ამინჩი თუ ვერ შევძელი, ანუ ან ვიდეოს გადაღება ხოლმე რაღაცაი მამკვდარებს და მადამბლებს. ზოგადად ზამთარში ისედაც ცოტათი პასიური ვარ ხოლმე. ეს თოვლი უარესად პასიურობას მას მიშვება. არის კიდე ბიზნესები, რომლებიც სულ პასიურად ამხდის და აი ესე, იქიდან გადაწექი, აქედან გადმოცე. იქით გადადექი, წამოდი. ბაცაცო. წამო. აი მე ჭურჭელია შემიტანია. იმედია წყალი მოვა. თორე უკვე მართლა ვეღარ. მე მგონი ვიღაცა მაგრათ უნდა გაიჩოტკო, სად არის? ძალიან მაგრათ უნდა გაიჩოტკოს ქათმების დევნაში. მარტო მაგში ახლა იქ. ვაი. ესე იგი პარტია ჭურჭელი. და ნუ ცოტა კიდე დაგვეტევა. ცოტა ადგილი კიდე არის. არა ვიმედოვრებ რომ წყალი მოვა. კუხნას არ ვეხები. ყველგან რაღაცა ალაგი, აქ რაღაცა. აქ რაღაცა. აქაც რაღაცა. საწავიღო მაცივარიაში არის რაღაცები ალაგია, მაგრამ რა აზრია, გინდა მაცივარ შეგლეგები, გინდა აქ ყოფილა მაცივარია, ესეც ჩვეულებრივი და იმას თებშებიდან კიდე არ ვალაგებ ქვაბებში, იმიტომ რომ მაინც ვიღებთ და ასე რომ ეკონომია გავაკეთოთ ჭურჭელზე. ეხა წავედი და გემშვიდობებით. ბევრი არ დალიოთ დღევანდელ დღეს. თორე დაგებედებათ. და ვეცდები ესე შიგადაშიგ შემოგივარდეთ ხოლმე მეც და გავახსენოთ ერთმანეთს თავი. მოკლედ. ახალი წელი. კაია. თოვლის გარეშე. თოვლი უხდება, მაგრამ იყოს. აი ლოლო უნდა. ლოლო. პატარა ლოლო. ბავშვობაში ვინ ჭამდით მაგას? მე. აი დავყარი მარილი. აი ქაკ. ცოტა რომ მოადნოს. ამაში იყო თოვლი.
შიგნით ამოვიღე, გავბერტყი, გავუსუფთავე, თბილად ჩაუფინე. როღამე დაიძინონ ბავშვებმა. მასაც დავადებ ეს. და იმ სულიერს მოხვდება. დავით ხა ხალხო. აბა ედაბაო. მაგრამ ბედნიერი შობა ახალი წელი გქონოდეთ სულ ყველას. ბედნიერების ხავის ბარაქის მომტანი.